გამარჯობა ძვირფასო მაყურებელო, მე გახლავართ ნაზი სარჩელაძე. ჩემი რუბრიკა არის საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა. მე დღეს ყავს სტუმრად საპატრიარქოსთან არსებული საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ბატონი ზვიად სეხნიაშვილი. დიდი პატივისცემით და მოგზალებით მე თქვენ მოგესალმებით ბატონო ზვიად და მინდა მიამბო თქვენ შესახებ. ყველაფერი მაინტერესებს. ცნობის მოყვარეობა მინდა გამოვიჩინო. უღრმესი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს ძვირფას აუდიტორიას, მაყურებელს. ჩემთვის დიდი პატივია ამ უაღრესად საინტერესო გადაცემაში მოხვედრა და გმადლობთ რომ დავამდეთ. თქვენ მადლობა რომ დამთავრდით. დიახ. ჩემი იმ საქმიანობით დავიწყე, რითაც წარმატგინეთ მე საპატრიარქოსთან არსებული საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე გახლავართ და ჩემ და საამაყოდ და საერთოდ ამით ყველა ადამიანი ამაყობდა თავმჯდომარე გახლავთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. და ამით მე მგონი ყველაფერს ვამბობ, ეს ჩემთვის არის უზარმაზარი ტვირთი, პასუხისგებლობა და საოცარი ძალაც ამასთან პარალელურად, იმიტომ რომ არ არსებობს გამორიცხულია დაგაკისროს პატრიარქმა ის საქმე, რომელსაც ვერ აწევ შენი მხრებით. დიახ. გარდა ამისა, ის თვითონ გეხმარება ამ საქმის გადაჭრაში და მოგვარებაში. გასული წლის 3 დეკემბერს მოხდა ჩემი გამორჩევა ამ პოსტზე, ასე ვთქვათ. უწმინდესმა ეს თავად ერჩია, თუმცა იმ დარბაზში ჩოხოსნები მოგეხსენება თუ საქართველოში ბევრი არიან და ჩემზე არანაკლებ ღირსეული ადამიანები ბრძანდებოდნენ, რომელთაც თავისუფლად შეეძლოთ ამ უმნიშვნელოვანესი საზოგადოების გაძღოლა, მაგრამ უფალმა უფლისწყალობით არის უწმინდესმა ასე ინება და ასე გადაწყვიტა. დიდი პატივია, თქვა. თქვენ ალბათ გაინტერესებთ ჩვენი საქმიანობის სფერო. ჩემ და სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ისე მოხდა, რომ თითქოს ჩოხა ასოცირდებოდა თითქოს დარდიმანდულ ყოფასთან, რაღაც ბოჰემურ ცხოვრებასთან, რაღაც თავადურ ყოფასთან, თუმცა ამაში თავადურში დასაკნინებელი არაფერია პირიქით, მაგრამ აქ ლაპარაკი იყო, რომ ჩოხოსანი მხოლოდ და მხოლოდ მოიაზრებოდა სუფრასთან, კეიფთან, ყანწთან და მჭერმეტყოლებასთან, თქვა და მეტი არაფერი. სინამდვილეში ჩოხოსნები ყოველთვის დიდ საქმეს აკეთებდნენ მამულისათვის, დედა ეკლესიისთვის და ასევე ვარ მათი საქმის გამგრძელებელი. ჩემამდე მაგალითად ერეკლეს აღლიანი ხელმძღვანელობდა ამ ორგანიზაციას. პატრიარქი თავმჯდომარე გახლდათ, მაგრამ ის აკისრებდა როგორც მე ამ შემთხვევაში ამ საზოგადოების საქმიანობის გაძღოლას. წარმოიდგინეთ როგორი მემკვიდრეობა მივიღე, როგორი კაცისგან და ჩვენ ცოტა გავამრავალფეროვნეთ ეს თემა. ანუ ჩვენ რამდენიმე ისეთი პროექტი დავიწყეთ, რომელიც ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს და აქ უკვე ის აღარ არის მარტო რომ ჩოხა გეწვას და ეს აკეთო, ეს ავტომატურად არ მოდის. ჯერ გულში უნდა გქონდეს ჩოხა, მოდი აქედან დავიწყოთ. ლევონ გუთუა სიტყვების არ ყოს, ჯერ ადამიანმა თავისი სულის ჭუჭყი უნდა მოიშოროს, თავისი თვითონ სულიერი და ორგანიზმიდან ზოგადად და ისე სხვანაირად ამ საქმეს ვერ აწევ. ჩოხა რა არის, ჩოხას ნეობაში გბოჭავს. და რაღაცა აუჩიეთ ის გზა რომ თავმჯდომარე უწმინდესი ბრძანდება, ხო, ესე იგი გარკვეულწილად მისი მიმბაძველიც უნდა იყოს ამ საქმიანობაში. დიახ. პირველი რაც უწმინდესმა დაგოვალა ეს იყო საქართველოში, მთელი საქართველოს მასშტაბით მწოლიარე მიუსაფა რა ავადმყოფთა, მწოლიარე ავადმყოფთა მოვლა პატრონობა. მივესალმები. საოცარი თემა არის, იმიტომ რომ არიან ადამიანები ყოფილან, ეს ამ მასშტაბით არ ვიცოდით, რომლებსაც ერთი ჭიქა წყლის მიწოდებელიც აღარავინ აღარ აყავთ. ან ისე არიან. ამ მონაცემებით არასრული მონაცემებია, მხოლოდ რამდენიმე რაიონი გადარჩა, მთელი საქართველოში მოვიძიეთ და აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 1000-მდე ბენეფიციარი ყავს ასეთი, რომლებიც საჭიროებენ ყოველდღიურ მორიგეობას და დახმარებას. ამისთვის ჩვენ ასეთი მეთოდი შევარჩიეთ, რომ ექიმებთან ერთად და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო იმ მედიცინის მუშაკებს, რომლებიც უანგაროდ ემსახურებიან ამ საქმეს და ჩართულები არიან ამ პროექტში. ჩოხოსანი მიდის ამ ადამიანთა სახლში, ადგენს სამედიცინო დასკვნას ექიმი და ჩოხოსანი ეკითხება, რა სჭირდება.
ამას თვითონ ავადმყოფს. საინტერესო პასუხებია, ძირითადად მედიკამენტები, ეტელები, თქვათ, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი პროდუქტი, მაგრამ ერთმა ისიც კი უთხრა, რომ არაფერი არ მინდა შვილო, დღეში ერთხელ ვიღაცა მოვიდეს 1 საათით, უბრალოდ დამელაპარაკოს. ასეთი საოცარი მომენტებია და მიდგომებია. ეხლა ვცდილობთ ეს სისტემა ავაწყოთ მთელ საქართველოში. აი აქტიურად მუშაობს რუსთავი, მაგალითად თბილისი ეხლა ჩაერთობა, ქუთაისი დაიწყებს ცოტა ხანში. დიდი ქალაქები და შემდეგ აი ესე მიყვება. ბათუმს თუ ჩართავთ, მე ბათუმელი ვარ და ცოტა ბათუმში ესეთი სიტუაცია დაგვხდა. ჩვენ უშუალოდ ქალაქ ბათუმში ჩვენ უკავშირდებით ხელისუფლების წარმომადგენლებს, სოციალურ სამსახურს, ჯანდაცვის სამსახურს და ისინი გვაწვდიან ამის შესახებ ცნობებს. ჩვენ და საბედნიეროდ ბათუმში არსებული მსგავსი ბენეფიციარები ყველანი სახელმწიფო მეურვეობის ქვეშ არიან. თუმცა ჩვენ მაინც შევეცდებით, რომ ჩოხოსნების მეშვეობით აჭარალაზეც არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი ყავს თენგიზ თავდგირიძის სახით. ჩოხოსნების მეშვეობით მაინც კონდეს კონტაქტი ამ ადამიანთან, ვინცობა რა ჭირდებოდეს ისეთი, რომელიც სახელმწიფო პროგრამებით ვერ ფინანსდება და შეუძლიათ ჩოხოსნება, ასე ვთქვათ, გვერდში ჩოხოსნები გვერდში ამოუდგებენ ამ თემას. ეხლა ბრძენია უწმინდესი. მან აერჩია ეს კატეგორია, იმიტომ რომ აი მაგალითად, როდესაც ვაყალიბებდით ამ პროექტს და როგორ უნდა გაგვეგრძელებინა მუშაობა მათთან, რომ მოვიძიეთ ინფორმაცია, ვთქვათ, რუსთავში, ერთ-ერთ რაიონში, ოლქში. სია მოგწეს. გადასამოწმებლად რომ მივედით, უკვე 2 ადამიანი გარდაცვლილი დაკვდა. გესმით, ანუ როგორი თემა არის, რომ სულ მოსასწრებია ეს საქმე, დასახმა და ჩვენ აი ეს ტერმინიც კი ამოვიღეთ სიტყვა დახმარება მათ მიმართ. რომ დავფიქრდით, კაცი რომ დავფიქრდე, კიდე საკითხავია, ის შენ ეხმარები მას თუ ის გეხმარება შენ თავისი მდგომარეობით, გამიგეთ? ეს სულიერი ზნეობრივი მხარეა. შენ კარგი საქმე გაუკეთე. რასაკვირველია და უფალმა შენი სული რო გადაარჩინო, შენი კეთილი საქმეა. ეს უფალმა გამოგიგზავნა ესეთი ადამიანი, რომ ისევ და უწმინდესმა გითხრა საოცარი სიტყვები, რომ სხვა თუ არაფერიო, მარტო მათი ლოცვა გაცხოვნებთ, იცოდეთ, რომ ეს იმდენად საშუური საქმეა და იმდენად მადლიანი თემა. ეს ცოტა ხანში მთელ საქართველოში იქნება ეს მიმდინარეობა და ისე გვინდა დავაწესოთ, რომ რამდენიმე ჩოღოსანმა მიიმაგროს ერთი ასეთი ბენეფიციარი, ასე ვთქვათ, მორგეობა დააწესოს და რეგულარულად სისტემატურად კონდეთ მათთან კონტაქტი. აი ერთმა ისიც გითხრა, ის ასტრაპოს ექიმი ყავდა ზუსტად იმ ოჯახში და ბენეფიციართან და მარტო იმიტომ გვიძახებსო ეს ადამიანი რო აი შუქი რო ავანთოთ სახში, რა წარმოიდგინეთ ეს თემაა და ხო. აი ესეთი მიმართულებები გვაქვს მწოლიარე ავადმყოფებთან მიმართებაში. მეორე პროექტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, პატრიარქს მოგეხსენებათ, ჩვენმა უწმინდესმა ამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო არაჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, მოძრაობა საქართველოში მისივე კურთხევით, რომ მესამე შვილს მოუნათლავდა თვითონ უწმინდესი, როდესაც გამოაცხადა და მოგეხსენებათ რა მძიმე დემოგრაფიული ვითარება საქართველოში. როცა სიკვდილიანობა აჭარბებს შობადობას, ის მცირე ერისთვის ეს კატასტროფაა მოგეხსენებათ და თვითონ გაეროს მონაცემები და წესია და როგორმე უნდა დავაბალანსოთ ეს თემა. უწმინდესის ამ საოცარმა კურთხევამ და შორს განზრახულმა ამ ნაბიჯებმა გამოიწვია საოცარი ბუმი შობადობის საქართველოში. დღეის მონაცემებით 29000-ზე ოდნავ მეტი ბავშვია მისი ნათლული. ეხლა დამეთანხმებით, რომ სუმცირე მესამედი მათგან სუფთა კურთხევით არის დაბადებული, ანუ ისინი არ უნდა ასე ვთქვათ გაჩენილიყვნენ, რომ არა უწმინდესის ეს ლოცვა კურთხევა და წარმოიდგინეთ მათაც რამხელა მისია ეკისრება. როდესაც ეს მასშტაბები გავიგეთ უკვე და 29000-300000-მდე ბავშვი როდესაც არის საქართველოში, ხო? ასეთი რამ მოვიფიქრეთ მე და ჩემმა მეგობრებმა, ნინო ლარცულიანი გახლავთ ამ პროექტის ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელი, ეს გახლავთ პროექტის სამშობლოს მცოდნეობა. ესეთი მოვიფიქრეთ. ხო და რუსთავში ვცადეთ საპილოტე, ასე ვთქვათ, დავარქვით ამას. ვთხოვეთ რუსთავის რესურს ცენტრს თამარ ხეჭიკაშვილს, რომ მოეწოდებინა ჩვენთვის ინფორმაცია, რამდენი პატრიარქის ნათლული სწავლობს რუსთავის საჯარო და კერძო სკოლებში. მოგწეს ეს ინფორმაცია, აღმოჩნდა, რომ ყოფილა 155 მოსწავლე, ყველაზე უფროსი აქედან მეხუთე კლასში ახლა გადავიდა და დაანჩენები არიან უფრო დაბალი ასაკის. ძირითადად მეორე, მესამე კლასელები.
ხო და გადავანაწილეთ ეს ბავშვები ერთი კვირის განმავლობაში, მოვიფიქრეთ, რომ მათთვის გვესწავლებინა პატრიარქის ბიოგრაფია, გაევლო თავიანთი ნათლის ბიოგრაფია, ესე ლამაზად გაწერილი სახალისო გამოცანებით, ლექსად აწყობილი და შემდეგ ვიზუალურად ეკრანზეც ვაჩვენეთ ეს ყოველივე. ჩვეულებრივ გაკვეთილში ვეტევოდით 45 წუთიან გაკვეთილში. დავსვით ეს ბავშვები 30 ბავშვი დავიბარეთ, რასაკვირველია მშობლები მოდიოდნენ, ყველა უკლებრივ გამოცხადდა იშვიათი ბავშვის გარდა, რომლებიც სოფელში იყვნენ არდადაგებზე წასული. ჩავუტარეთ ეს გაკვეთილები და მივიღეთ საოცარი ეფექტი. ეს ბავშვები შემდეგ უკვე პასუხებს კითხვებს რო დაუსმოდა ხოლმე პედაგოგი და ისე ხალისით პასუხობდნენ ამ ლექსად მომზადებულ გამოცანებზე, აგრეთვე გაიგეს სად იყო სოფელისნო, სად დაიბადა პატრიარქი, ვინ იყო მისი წინაპარი, ღუდუშა რო იყო, როგორ ვახტანგ გორგასლის ნათლული როა და მისი შთამომავალი ამ ჩვენ წმინდა მეფის და ასე შემდეგ ბევრი რამ, რამდენი მონასტერი, რამდენი ეკლესია გაიხსნა უწმინდესის აღსაყდრების შემდეგ და ბევრი ძალიან ბევრი რამე და მშობლები იყვნენ საოცრად გახარებულები და ამის კულმინაცია რა იყო ამ ყველაფრისო ჩვენი სპეციალურ ფურცელზე ქონდა მომზადებული ასე ვთქვათ ასეთი რამ ესე იგი ეწერა ნათლულის სახელი ნაგვარი იქ უნდა ჩაგვეკრა ნათლულის სურათი შემდეგ აი ესე ხელს დაადევდა როგორც ბავშვობაში ვიცოდით აი პასტიკი შემოუხაზავდნენ თავისი ხელით ჩაწერდნენ ვთქვათ ნაზი სარჯველაძე პატრიარქის ნათლული მე გადმოვფურცლავდა მეორე გვერდზე და ეწერა წერილი ნათლიას ეხლა დავუწერეთ რაც გნებავთ თქვენ ნათლიას თან მშობლებს ხოვდით რომ ახლო არ მოხვიდეთ ეხლა გაეცადეთ ბავშვებს თვითონ თავისი დაწერონ რას მნიშვნელობა არა აქვს და როგორ მიმართავენ მაგრამ თქვენ რომ დაგაკითხათ ის რაც იქ ეწერა 155 წერიში თქვენ ფსიხაროლისგან მტიროდით ანუ ეს უკვე ერთბაშად წავიკითხეთ და აი მაგალითად ერთი ბავშვი წერს რომ მე 8 წელიწადი არ მინახი ხარ, არადა 8 წელიწადია ბავშვი თვითონ 8 წელიწადი არ მინახი ხარ და ძალიან მინდა გნახო და როდის ჩაგეხუტებ მაგ სიყვარულით გამთბარ გულში ჩემო ნათლია. თან შენობით ელაპარაკებიან ესეთი ბავშვური უშუალო რომ ესეთა ყველაფერი ეს. ერთმა დაუწერა არ დამავიწყდება ცოტნე ნოზაძე რუსთაველი კომათული ხო დაუწერა ასეთი რამე რომ ისაო ჩემ საყვარელო ნათლიაო მე მინდა რომ ჩემთან მოხვიდეო სახშიო სტუმრადო დედა ჩემი არაჩვეულებრივ ტკბილეულს აკეთებს არაჩვეულებრივ სადილს მოგიმზადებთო ვის სადილოთ ერთადო მე გავისეირნოთო ქუჩაშიო მე თქვენ ხო ღამე ჩემთან დარჩითო ერთად ვიყოთო და მე დილით რო გათენდება თქვენ თვითონ გადაწყვეტო საერთოდ დარჩებით თუ არა ჩემთანაც და რაღაც ერთი გავსიტენ ერთმა დაუწერა რომ მინდა რომ გავიზრდებიო რომ მეც მონათლო ბავშვებიო თქვენნაირადო და საქართველოს მინდა გადავარჩინო აი ხო გესმით როგორი ესეთი მომენტებია რომ უწმინდეს სხვადასხვა აქვს ესეთი კურთხევა პედაგოგებზე რომ არასოდესო ბავშვსო არ შეეხოთ ხელითო ეს ახლა ისედაც აკრძალულია თავისთავად ხელით შეხება მაგრამ მან ცოტა სხვა რამე იგულისხმება ნახეთ რატო შეიძლება თქვენ წინაშე ზის მომავალი წმინდანი და თქვენ არიცითო და მე სანანებლად გაგიხდეთო იმიტომ რომ საქართველოს წმინდანების სამჭედლოა ისედაც და ძალიან აუარება ყველაზე მეტი წმინდანი მართლმადიდებლურ სამყაროში დედამიწას მისცა საქართველოს მე ხო ცნობილი ფაქტია და იმის ნახევარი არ ყავს დანარჩენი სოფლიოს ხო და ესეთი თემა ეს ავკიდეთ წიგნად ასე ვთქვათ და განათლების სამსახურის ჯგუფთან ერთად პროექტის ინიციატორების ჯგუფთან ერთად ეწვევით უწმინდეს ეს ორი თავის ნათლულით წაუყვანეთ ჩოხა ახალუხში გამოწყობილები ვაჟი და გოგონა კიდე ქართულ სამოსში მიართვეს ეს წიგნი იქვე წაუგითხეს თავიანთი დაწერილი წერილები და ნუ რასაკვირველია ჩახუტებით მთავრდებოდა ეს სურვილები უწმინდესმა ორივე გულში ჩაიკრა მოეფერა ძალიან გაეხარდა და რო გადახედა სურათებიც არისო ფოტოებიც და რო გადავშალე და სურათ ანუ ნახეთ როგორი მომენტია ეხლა ჩვენ ყველას ყავს ნათლულები და ოღონდ ამდენ რაოდენობით არა და გვაქვს ურთიერთობა მათთან და ნათლის უპირველესი მოვალეობა რომ ნათლულთან არ გაწყვეტოს სულიერი კავშირი არასოდეს და არც ფიზიკური კავშირი რომ ყოველთვის კონდეს მასთან შეხება ხო და უწმინდეს ეხლა 30000 ბავშვის კონტროლი როგორ წარმოგიდგენია ძალიან რთული თემაა მარტო თავისი ნუ ასაკურველია თვითონ თავისი ლოცვით და სიყვარულით ამას გააკეთებს ხოლო ახლა ჩვენ უმრავლოდ ამით უფრო მეტად გაუვადულეთ მას ამ მათთან კონტაქტი, იმიტომ რომ იქ სურათი რო ჩაკრული ბავშვის
მისამართი წერია მშობლების სახელი და გვარი და ტელეფონები. ანუ შეუძლია ნებისმიერ ნათლულს უწმინდესმა უცებ აიღოს ტელეფონი და დაურეკოს და მოიკითხოს როგორ რა და რა. ერთმა ბავშვმა დაუწერა რომ გოგონა იყო ერთი მახსოვს, შეგნებულად არ ვიტყვი გვარსა და სახელს. მეო ძალიან მიყვარხართო ჩემო ნათლიაო, მინდა რომ გნახოთო და მე მინდა რომ ჩემი დედიკო და მამიკო შერიგდნენ. რა სამყურს. როგორც ჩანს ასეთი გამონაკლისი არის ესეთი რაღაცა და ეხლა ჩვენ ვცდილობთ რომ კონტაქტზე გავიდეთ მამამისთან, დედამ მოიყვანა ეს ბავშვი გაკვეთილებზე და მამამისთან გავიდეთ კონტაქტზე და ვნახოთ თუ რაღაც კატასტროფული არ არის მათ შორის რაღაც ესეთი მომხდარი ეგებს შევარიგოთ და ამით უწმინდესიც გავახაროთ და ამ ბავშვსაც გული გავუხაროთ და უფრო ოჯახი გამთლიანდეს და შეერთდეს. პატრიარქმა ბრძანა რომ უпростоრად აი რომ მოეწონა ძალიან ეს თქვა რომ ესაო ყველა რაიონში იქნებაო და მეოთხე რასაკვირველია მსგავსი პროექტი ყველა რაიონიდან წერილები მოგივათ პერიოდულად აბსოლუტურად საქართველოს ყველა რაიონიდან პლუს ამას ბაღის ახსასდელებსაც ჩავრთავთ მეოთხე მეხუთე კლასიდან აი ბავშვები მოვუკვირო აღქმა იციან რაღაცასო ასწავლდა და ანუ სრული მასშტაბით საქართველოს მთელი მასშტაბით პატრიარქის 5 წლის ბავშვები 4 წლის ასაკიდან და ზევით ხო თავისთავად და ეს ჩვენ ამით გვინდა ის გავაკეთოთ რომ ეს ბავშვები სამშობლოს ცოდნება რატო ქვია უნდა რა ვასწავლოთ ახლა პატარების დონეზე ხო ისწავლიან რელიგიას მართლმადიდებლობას თავისთავად ცხადია საქართველოს ისტორიას დედა ეკლესიის ისტორიას აქ როგორ და თავიანთი სოფლის ისტორიას სადაც მათ სოფელში ტაძრებია ნატაძრალებია ყველაფერს აღწერენ თვითონ თავიანთი აი წეგან მიუსაფარი ავადმყოფები ვახსენე ამ მიუსაფარ ავადმყოფებთან პერიოდულად რომ მივდივართ და ვემსახურებით ხან რა მიგვაქვს ხან ისე მივდივართ აი ბავშვებსაც თავშეულებთან ერთად ხელს ჩავჭიდევთ ავიყვანთ მათთან რომ თავიანთ ხელით მიუტანონ ის ნობათი იქნება თუ რა და იმ მადლის ზიარება მათთან მათ სულებში თავიდანვე მოხდეს რომ ბავშვობიდანვე ფესომაგარი ქართველები გამოვიდნენ და ეზიარონ იმას რასაც ემსახურებდნენ ჩვენი მაღალდრესეული და სულკურთხეული წინაპრები ეს არის ჩვენთვის უმთავრესი 30000 ბავშვი ხუმრობა არ გეგონოთ ბაშიაჩუკის არ იყოს ეს არის მთელი ძალა საქართველოსთვის ჩვენ ჩოვახსენდა საზოგადოებას ოფისზე გვიწერია ესეთი ფრაზა პატრიარქის მხედრობა ამდენად ეს რომ რეალურად ასე იყოს ნამდვილად ამ ბავშვებს ისე გავაზრდით რომ მართლა იდგნენ სამშობლოს დამცველთა რიგებში ჯირითიც უნდა ვასწავლოთ ფარიკაობაც უნდა ვასწავლოთ ცურვაც ძველი ქართული საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა ხერხები და ასე შემდეგ ეს ძირითადად საკვირაო სკოლების მეშვეობით მოხდება თითო საათს დავუთმობთ შაბათ კვირას ყველა ამ ბავშვს პატრიარქის ნათლულს და ვინ უნდა ასწავლოს აი ყველა სკოლაში 2000 სკოლაა საქართველოში ყველგან არიან როგორ დავიჯერო რომ თვითონ სკოლაში 3-4 მამულიშვილი პედაგოგი არ იქნება რომლებსაც გული უძგერთ სამშობლოსთვის და დედა ეკლესიისთვის დასახმარებლად და ისინი რასაკვირველია სრულად უანგაროთ აბა ჯერ ამ პროექტს არავინ არ აფინანსებს ამ ეტაპზე როცა ეს გაიმართება და პროექტი იქნება აწყობილი ისე როგორც ჩავიფიქრეთ მე დაანჩენზე შეიძლება ფიქრიც იქ ანაზღაურებაზე და ყველაფერზე მაგრამ მე ვფიქრობ ეს არ არის გადამწყვეტი არის ის უანგარო სამსახური მამულისადმი და რო ვიცით რომ ამან რა შედეგი უნდა მოიტანოს შემდგომში აი მოგეხსენებათ გლობალიზაციის ეპოქა არის ხო? დიახ ვინმე წარმოიდგენდა ოდესმე თქვათ 30 წლის წინ რომ კარებზე დაგვიკაკუნებდნენ რომელიმე უცხო სექტის წარმომადგენლები და გვეტყოდნენ რომ აი თქვენ უნდა შემოხვიდეთ ჩვენ სექტაში ეს ის და ჭეშმარიტ ღმერთს გესაუბროთ როგორც იციან ხოლმე ისეთი რომ მოდის რომ არც ის გაგვიგვირდეს ხვალე გაუკუღმართებული სქესობრივი ცხოვრების წარმომადგენლობა დაგვიკაკუნა გარებზე ჩვენ რო აღარ ვიქნებით ჩვენ ვერაფერს გვაკლებთ მაგრამ ჩვენ შვილები და შვილიშვილები გვეზრდებიან და ეხლა საქართველოში ყოველი ქართველი ჩვენ ასე ვთვლით რომ ის ჩვენია და ჩვენი შვილია და ჩვენი შვილიშვილია აბა სხვანაირად ეგ არ მოხდება და ამიტომ ჩვენ ფარად უნდა ავეფაროთ უფროსი თაობის წარმომადგენლები და ეს მომავალი თაობა უნდა გამოვზარდოთ დიახ ეხლა დასაფარი აღარავისთვის აღარ არის რომ გარკვეული ძალები როგორც უცხოეთში ასევე ქვეყნის შიგნით იბრძვიან იმისთვის რომ ეს ქართული სული ფესვი მენტალიტეტი ტრადიციებისადმი პატივისცემა და ოჯახის ინსტიტუტი მოსპოთ დიახ დააგვირდი და ტელევიზორში
იქნება თუ საინფორმაციო საშუალებები თუ ქსელში, სოციალურ ქსელში ყველგან ვაწყდებით ამას. ჯერ აპირით ლანძღავენ უწმინდეს პატრიარქს. და იმასაც ვერ ხვდებიან რომ პატრიარქი რო არ ლოცულობდეს მათთვის დიდი ხანია მათ ქართველი ხალხი ამას არ შეარჩენდა და არ აპატიებდა ქართველი ერი. არც არავინ ნებისმიერი, იმიტომ რომ ამ სატნო მოხუც იმდენად ქედი უნდა მოუხარო და სიყვარულით მოექცე რომ ის მხრებზე დგას ჩვენი სამშობლოს ბედი. ის ყველაზე მლოცველი ადამიანი დედამიწის ზურგზე, რომელიც დღენია და ლოცულობს და როგორ ტირის ზოგჯერ, როდესაც ლოცულობს, მე ცოდვის აზურთებულ ოკეანეში დაჰყავს ეს პაწაწინა ხომალდი, საქართველო, რომელიც ნაფოთებით ეხეთქება აქეთ-იქით. წარმოიდგინე და უნდა გაიყვანოს სამშვიდობოს უწმინდესმა. ეს წარმოიდგინეთ, ეს მთლიანად მისი დამსახურებაა. მე უკვე რატო ამდენი ავანტყოფობა, რატო ეს მოკანცა ადამიანი ამდენმა ცოდვამ, ამდენმა ბრძოლამ, თქვენ გონიათ ეს გარეგნულად ჯერაც რაცა ჩანს რო არ ისვენებენ ეს უღმერთოთა სექტები და უბედურებები და როგორ შეურაცხყოფენ უწმინდეს და მაგრამ ის მაინც მიდის, ის ყველას პატიობს, წარმოიდგინეთ რა გულმოწყალე ადამიანია. და ჩვენ დიდი ან პატარიან თვალდებულები ვართ რომ გვერდში დაუდგე და გაუხსნით და მოუთხილდეთ, იმიტომ რომ ერთი წამით ვინმე წარმოგიდგენიათ რომ არ ყოფილიყო პატრიარქი რა დატრიალდებოდა საქართველოში და რა იქნებოდა ხო? მე მგონი რომ მე ვიტყვი რომ აი 9 აპრილს რო დაეჯერებინათ პატრიარქისათვის 9 აპრილს მე მგონი ესეთი უბედურება ჩვენ არ დაგვემართებოდა. იქ არ იყო დაჯერება და მას არ დაუჯერეს და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო და მივიღეთ ის რაც არის. მე რამე დაიცით ბატონო ზვიად გითხრათ რომ აი ხა წერან თქვენ რო ბრძანეთ აი ამ ბავშვებში ჩაიდება ამ პროექტიდან როგორ უნდა უყვარდეს თავისი მამული, თავისი ქვეყანა, თავისი მშობლები, თუნდაც მისი მტრებიც. ხო მართალია. აი როდესაც იყო დიდი ომი აფხაზეთში, მე ასე ვთვლი რომ ეს იყო დიდი ომი, ხო? მე და ჩემი შვილი, მაშინ ჩემი ვაჟიშვილი იყო პირველ კლასში და მე ის დამყავდა საავადმყოფოებში და მე მქონდა მაშინ ჩემი მეუღლე სწორედ გახდათ ამერიკაში და სახსრები საკმაოდ კარგად მქონდა და დავდიოდი და უვლიდით დაჭრილებს. ზოგი ხელმოჭრილი, ზოგი ფეხმოჭრილი და სულ ვეუბნებოდი დედიკო რომ უნდა გეტკინოს სხვისი ტკივილი, შენ უნდა გაითავისო. როდესაც აი ეხლა მოვქონდა ჩვენ ომი 2008-ში, ჩემი შვილი უკვე ვაჟკაცი ბიჭი, გამეპარა დედის ერთა შვილი, გამეპარა გორში და ეს არის 11 აგვისტო. და 3 კამაზი მიცვალებულები 6-მა ბიჭმა გადმოასვენა. ჩემი შვილი მაშინ გალობდა ჩვენთან არის მე ვცხოვრობ ვარკეთილში და არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და იქ გალობდა. წავიდნენ 6 ბიჭი და 3 კამაზი მიცვალებულები გადმოასვენეს. რას მიყვებოდა იცით? აი ასე მიცვალებულებზე აი ასე რიდით თვითონ ძღოლს უთხოვია რომ ცოდვები არიანო, ღორებიო, ძაღლებიო და ნუ ესეთი სიტუაციაა სიცხია. პაპანაკება სიცხია და ჩვენ არ ვიცოდით სად იყო ჩემი შვილი და შემდეგ მოვიდნენ მგავლობლები და მითხრეს რომ ნაზდეიდა გაიპარაო მიშიკო გორშიო. ნუ რა დაგვემართა ეს სხვა მომენტია და გდანში იქ მიიყვანეს, მიიტანეს ეს ბიჭები მიიყვანეს და ჩემი ვაჟი სახში ვერ მოვიდა. ჩემ ძმასთან მივიდა სახში, ჩემი ძმა არის ფსიქოლოგი. და ჩემმა ძმამ იქ მან რაც ნახა ეს იყო შემზარავი თურმე და შემდგომ მე ძალიან ცუდად გავხდი ამის შემდეგ და იცით სანამ მე არ წავედი აი ის რო გარდაიცვალა ჟურნალისტი 12 თუ გახსოვს 12 აგვისტოს გარდაიცვალა გორში ჟურნალისტი ჰოლანდიელი დიახ და მე წავედი საელჩოში დავანთე სანთელი გამოვიდა იქ
პიროვნება იყო, მკვირა დღე იყო და არც კონსული არ იყო და არც ელჩი და მითხრეს რომ თქვენო იცნობდითო? არა მე უთხარი, მე არ ვიცნობდი, მაგრამ მინდა პატივი მივაქო, მეთქი და ყვავილები დავდევით და სამთლები დავანთე. და იცით, აი ეს რო გავაკეთე, აბსოლუტურად გამთავისუფლდი და ავდექი. 3 დღე ვიყავი ლოგინად ჩავარდნილი. აი ის რაღაც 1-2 საათი რომ არ ვიცოდი ჩემი შვილი რომ სად იყო და როგორ მდგომარეობაში იყო, აი ესეთი რამ დამემართა და გადამირჩინა ჩემმა ძმამ მითხრა რომ შენო ფეხები უნდა დაუკოცნო და აი ის რომ შენ ჩადევიო 92-93 წლებშიო აი ის მისი გამოძახილი ესე და შენ კარგი შვილი გაგიზრდიაო და ფეხები დაუკოცნეო რომ ღმერთმა შვიდობით ჩამოგიყვანაო და მეც ასე გავაკეთე როგორც მან მითხრა ასე რომ ეს პროექტი თქვენი არის რაღაც შესანიშნავი პროექტი ეს მომავალი ბავშვები გაიზრდებიან ერის მოყვალურები და რა გითხრათ მინდა რომ ძალიან მოგიწონოთ ეს თქვენი პროექტი და მადლობთ ეს უწმედესმა ერთხელ გითხრა ამ რამდენიმე წლის წინ რომ თუ იცით ეხლა ყველაზე ძალიან რა სჭირდება ქართულს აი მომავალ თაობასო და ეხლა იქ შეკრება იყო დიდი ზოგმა უთხრა ეკლესიაში სიარული ზოგმა მართლმადიდებლობა აღსარება ზიარება ყველაფერი მაგრამ უთხრა არაო ეგ ხო საჭიროა მაგრამ ეხლა ყველაზე მთავარია ქართულის გაქართველება. აი ფესვი უნდა გაუწოწყოთ. დიახ. ფესვებს დიდი მნიშვნელობა აქვს. აი მაგას ვერ კვეთენ და მაგაზე არიან გაგიჟებულები ეს ძალები წაღარო გითხარით. მიხვდნენ ერთ რამეს რომ ეხლა ჩვენზე მუშაობას აზრი აღარ აქვს, იმიტომ რომ მოზრდილები ვართ და ვიცით რომ ამ საქმეს შევაკუთეთ და მაგას არ გავაკეთებთ. ბავშვებია ეხლა გადასარჩენი. აი მომავალ თაობაზე მუშაობენ სხვათა შორის ბოლო წლების მანძილზე მხედველობაში მაქვს ის რეჟიმი, წინა რეჟიმი ძალიან ბევრი ეს პატრიოტთა ბანაკები და რაღაცები. ბევრი გადაგვიჩა რასაკურველია ჩვენი შვილები ყველაზე არ ვიტყვი და ღერთვა დავიმფაროსო იქ ყველა ესეთი ყოფილიყო, მაგრამ ბევრიც გარყვნეს. ბევრი ამ თავიანთი ცხოვრების წესით უზნეობით, აბა ერთი ტელევიზორი ჩაერთეთ შვილთან ერთად ვერ დაჯდები ტელევიზორთან, იმიტომ რომ შეიძლება ისეთ რაღაც აჩვენო რომ მარტივად შეგრცხვეს და გამორთო და გახვიდე და გაიქცე და თავი კედელს ახალო, ხო? ამიტომ ეს ამის პრევენციას ვაკეთებთ ეხლა ეს რო არ მოხდეს. ამ საქმეს წინ ვერავინ ვერ დაუდგება გამორიცხული კვდებით ყველანი დიდია პატარა თურამეში დაგეხმარებით მე ვარ კი აქ მთელი საქართველოს ჩაერთობა ესე არ იქნება გარდა ამისა ნახეთ ჩვენ რა პროექტები დავიწყეთ საშელასრულების დეპარტამენტში დავიწყეთ პროექტი ჩვენ მე პარალელურად გახლავართ სტუდია გუთანის მთავარი რედაქტორი სტუდია გუთანი იცით თქვენ მართლმადიდებლური ფილმების და ეროვნული ფილმების მუშაობს რეჟისორი და დამფუძნებელი ლექსო გელაშვილი არაჩვეულებრივი პიროვნება ლევან მაძღარაშვილი და დავით ყალიჩავა ეს ბიჭები მათ მხრებზე გადადის ეს მთელი საქმიანობა სტუდიის და შევხვდი მე საშელასრულების მინისტრს ბატონ კახიშვილს მინდა გითხრათ არაჩვეულებრივი პიროვნება გეთანხმებით ნამდვილი მამულიშვილი და იცის ქართული მიმართულება იცის ის საქმე რა ჭირდება დღეს საქართველოს შევთანხმდით ყველაფერზე და უკვე აი მე-6 ფილმი ბოლოს ქსანში ვაჩვენეთ ქსნის კოლონიაში ანუ შეგვაქვს ეს ფილმები და ვაჩვენებთ თქვენ რო ის ემოციები ნახოთ რაც პატიმრებს გააჩნიათ ამ ფილმების ნახვის შემდეგ როგორ გვეხოვიან გვეფერებიან, ჩუქნიან ჯერ თვითონ რა გააჩნიათ. თავისი ნაკეთები ნივთები, თავისი რაღაც საოცარი ნივთები იმას ჩუქნიან და კიდე მოვძანდი და კიდე რაღაც. ესეთ ჩოღოსნების ეგიდით წამოწყებულია. ჩოღოსნების ეგიდით წამოვიწყეთ კიდევ ერთი თემა, რომელიც სრულმალე დაიწყება ახალი პროექტი თავდაცვის სამინისტროში ჯარის ნაწილებში ამ ფილმების ჩვენების და იქ ჩოღოსანთა რიგებში გაწევრიანების და პლუს მთელ საქართველოში ყველგან სადაც კი ყველა რაიონში იქნება ჩოღოსანთა სადროშოები და პლუს ამას დროებით დაკარგული ტერიტორიების სადროშოები შეიქმნება მათ შორის აფხაზეთში სამოჩაბლოში, ჰერეთში, ტაო-კლარჯეთში და ასე შემდეგ. პლუს შევქმნით დიასპორაში, სადაც კი ქართველი არის, მოკლედ რა, აი ამერიკაში შევქმნით რაღაც სურამდენიმე თვის უკან, სურამდენიმე თვის წინ უпроსორად არაჩვეულებრივი
კაცი ჩაუდგა სათავეში გოჩა ბაჩიაშვილი იყალთოილი ვაჟკაცია რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს ამჟამად და ის ჩაუდგა სათავეში ჩოღოსნებს ამერიკას და კანადას უხელმძღვანელებს იქ აუარება ქართველია 100,000-ობით ქართველია ეხლა რუსეთში ვეძებთ შესაფერის თავკაც რომ იმან გაუძღვეს ანუ ეს სადროშები მინდა საზოგადოება მიცოდეს რომ არ იქნება იმიტომ რომ ჩოხა ჩაიცვი მხოლოდ და გამოხვედი და ბოდიში თქო ჟარგონისთვის სადღაც პომპეზურად რაღაცა გეთახმებით ეს არავის ანტურაჟი არავის არ ჭირდება ჩოღოსანთა უპირველესი მოვალეობა წეგან გითხარით პატრიარქის მხედრობა თუ ქვია მაშინ უნდა ფარადედგე შენ სამშობლოს და დედა ეკლესიას ყველგან სიცოცხლის ფასადრო დაგიჯდეს აი აქვე რომ დაგხოცონ ჩვენ ის უნდა აღვასრულოთ რისთვისაც გვენდო უწმინდესი და რავალიც გვადებს ჩვენ წინაპრებისა და მომავალთაობის წინაშე დიახ ეს ამას ლიტონის სიტყვების გამო არ ვაბობ რომ იმიტომ რომ ესე უნდა ვილაპარაკო უბრალოდ არა ეს რეალურად ასე უნდა იყოს ჩვენ ამას ამ პროექტების სახით საქმით დავანახავთ საქართველოს გაისათ ამ დროს მე ვფიქრობ რომ დაახლოებით 50,000-მდე ჩოღოსანი უნდა ედგეს პატრიარქის მხედრობაში უნდა იდგეს თქვა თავის ეროვნულ სამოსში და ასე შემდეგ მანდილოსა და დასიყვოს საოცარი არაჩვეულებრივი მანდილოსნებსაც ვაწერიანებ თავისთავად და პლუს ნორჩთა სადროშო აი წეღანა მეც გაწევრიანდები სიამოვნებით გასაკვირველია ნახეთ როგორი კრიტერიუმები შეუმუშავეთ გასაწევრიანებლად რომ ჩვენ უკვე ვიცოდეთ რასთან და ვისთან აქვს საქმე წინათ იყო ესეთი პერიოდი ახლა ჩოხოსნობა დიდი ხანია მოდის და ჩოხის ჩაცმას ვერავის ვერ დაუშლი ადამიანი მაგრამ ნამდვილი ჩოხოსანი კიდევ სხვა რამეა ამიტომ ნამდვილი ჩოხოსანს რომელმაც მონაწილეობა უნდა მიიღოს მართვა გამგეობაში თქვა სადროშოს მეთაური უფროსზევით რეგიონული სადროშოს მეთაურები ან გამგეობის წევრი გახდეს ან რაღაც გავსი ან გადამწყვეტი ხმისუფლება ქონდეს მას უნდა ქონდეს აუცილებლად მოძღვრის რეკომენდაცია რომ ის არის აღსარებელ მაზიარებელი დედა ეკლესიის მართლმადიდებელი ეკლესიის ყავს საპატიო წევრებიც რომლებიც აი თქვა არ არიან მართლმადიდებლები და სულაც უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან მაგრამ აქვთ განსაკუთრებული დამსახურება საქართველოს და ქართველი ერის წინაშე და დანარჩენები ასოცირებული წევრები არიან იგივე ჩოღოსნები რომლებიც ყველა ღონისძიებაში მონაწილეობენ ოღონდ ნამდვილი წევრობა და მართვა გამგეობაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ ვიდრე ისინი არ გახდებიან აღსარებელ მაზიარებლები ამით ჩვენ ერთგვარ პრევენციას ვაკეთებთ რომ ყველა ისეთი არ შემოვიდეს თქვათ მასიურად ჩოღოსანთა რიგებში რომლებსაც ეკლესიური ცხოვრება არ უნდათ ან უბრალოდ რაღაც უცხო ბიზნესისთვის დიახ ასეთებიც არიან ბევრი ესე რომ ურთხევა გვაქვს კიდე მე მინდა საზოგადოებას ვამცნო ერთგვარ სიურპრიზადაც შემოვსადო რომ აი ვინც არიან ოჯახები მაგალითად მე ჩემ სოფელში არბოშიკში დედოფლისწყაროს რაიონია ფესვით იქიდან ვარ მე არაჩვეულებრივი ესეთი სოფელია კარგი იმის არ იყოს იმისა კაი ჯიგრიანი ხალხი ცხოვრობს დიახ ხო და ჩემი 4 კლასი იქ ვისწავლე მე სოფელში და მე რუსთავში გადმოვედი და ხუთებზე ისწავლეთ მე ვნახეთ კი და მე გავფუჭდი ქალაქში თორე სოფელი მე 17 სკოლა დავამთავრე შემდეგ რუსთავში მაგრამ ეს 4 წელი ჩვენ რო ერთად გავიზარდეთ დღემდე გვაქვს ნათელი მირონობა ურთიერთობა და დიდი სიყვარული იქ კლასელებს შორის დიახ ხო და რომ მოვიკითხე ამ რამდენიმე წლის უკან უკვე თმაშევერცხლი ჩემი კლასელები ზოგი შვილიშვილების პატრონი და ბევრი იყო მათ შორის ჯვარდასაწერი ოჯახი ჰქონდათ აი შვილიშვილების პატრონი და მოდი მეთქი ახლა უცებ მოვიფიქრეთ გული გულოვდეს და რა უნდა ხო ხო და ისე გამოვიდა რომ თავი მოუყარეთ და ერთ დღეს 7-მა წყვილმა დაიწერა ჯვარი მაგიც ნახეს ფათაშორის ხო და მეუფე მელქისედეკი იყო მაშინ ეპარქიის მმართველი და რო ჩამობძანდა მოვიწვევ და მობძანდა და თქვა რომ აი ჩავიხედეო რა მატიანეშიო და მინიმუმ 1 საუკუნე ამ სოფელს გავსი ქორწილი არ მოსწრებია იმიტომ რომ 7 ჯვრისერა ერთბაშად ერთ დღეს ერთბაშად დიახ მამა ლევანია იაკობიშვილი ჯერ ის გაოგნებული იყო რომ 7 გვირგვინი ფიქრობდა არიქა საიდან მოვიტანა და მე თვითონ ამ ნეფე პატარძალმა დანარჩენებმა დაფნისგან ესე მავთული სირმებზე დაფნისგან დაწნეს და ლამაზად ისეთი არაჩვეულებრივი დღე გამოვიდა მე დავსხედით ერთად ვიტრაპეზეთ და მოკლედ 7 ქორწილიანი ის ქონდა და უწმინდეს ეს რომ მოუღები ისე ამონა და ისე გაუხარდა და ბრძანა რომ ჩოღოსნებს კურთხევა გეძლევათო რომ ჯვარდასაწერნიო
მოსანათლებიო და უზიარებლებიო პერიოდულად მოიყვანოთ ტაძარშიო და ორგანიზება გავუკეთოთ ამასო. ამიტომ აი ახლა დავიწყეთ ჯვარდასაწერებით. ძალიან კარგი. რამდენიმე დღეში ალბათ იმ კვირიდან უკვე დაიწყება და სამებაში გვექნება პირველი ასე ვთქვათ ჯვრისერის ცერემონიალი, რამდენიმე წყვილი მოიყრის თავს და სიურპრიზად ის გექნებათ, რომ მინიმუმ სიურპრიზად ის გექნებათ, რომ პატრიარქი დალოცავს ამათ. პატრიარქი დალოცავს და ასე იქნება ხოლმე პერიოდულად. იგივე ჩოღოსნებს, იგივე ნათლულების, პატრიარქის ნათლულებს, მშობლებს მინდა სიხარულით ვამცნო, რომ უწმინდესმა ბრძანა, რომ ჩემი ნათლულები პერიოდულად მომიყვანეთ ჩემთან, რომ დაულოცო და მოვიფეროსო ყველას და გარდა ამისა კიდევ არაერთი პროექტი გვაქვს ჩაფიქრებული ქართული, აი ჯიგრიანი ქართული საქმე, ბუდე ქართული საქმე, რაც ფესვებს ეხება ჩვენს სულიერ მდგომარეობას, ამაღლებას, გამაგრებას და გაბწყინებას, აი ჩვენი ქართული სულის ბევრი, აი მათ შორის აი სოფლის მეურნეობის მიმართულება გვაქვს, ხო, ბევრი სამსახური გვაქვს. სოფლის მეურნეობის მიმართულებას ჩაშლილი რა გვაქვს, აი ქართული ვაზის ჯიშები. ამას გადარჩენა მოვლა პატრონობა პოპულარიზაცია ქართული ხორბალი. აი ხორბალი ჩვენი აბრეშუმი ქართული. ქართული ცხვარი, ნაგაზი, ცხენის მოშენება გვინდა ქართული ცხენის რო ერთი ცხენსაშენი არსებობს, ყულარი ცხენსაშენი მარნეულში, ისაც უზღაფავს. როგორ ქართველებს ერთი ცხენი არ ყველაფერი თურქეთში გაიყვანეს თავის დროს და გაყიდეს და გაატიალეს და ფაქტობრივად მოსხობის ილუზია მისული. ჩვენ ამას აუცილებლად ავაღორძინებთ. შესანიშნავი პროექტი. ქართული ფუტკარი, ყველაზე კარგი, ყველაზე ესე ვთქვათ პროდუქტიული წერი დედამიწის ზოგზე. ნუ ქართული ყველაფერი კარგია რა, გარდა რამდენიმე ისეთი მომენტისა შური გაუტანობა და ღალატი როქია და ჩვენ ყველაფერი დალოცულია ჩვენში და უბრალოდ მიყოლა უნდა, გული უნდა და უწმინდესის გვერდში დგომა, რომ ნეტა ავყოთ პატრიარქს, ნეტა ავყოთ და იმდენი კარგი საქმე გამოვა და იმდენი სიყვარული შეიძლება და სიკეთე თესვა ამ ქვეყანაში, რომ ბჭო ჩვენ აი როგორც მუხებს ერთად დგომა, აი გვერდი დგომა ისე გვიჭირს ქართველებს რა. ყველა გამორჩეული ინდივიდია ერთი შეხედვით, მაგრამ აი ერთად დგომა შახაბაზიც უმაგას ოცნებობდა, ოღონდ ესენი ერთად ნუ დააყედა დანარჩენს მე მივხედავ. მე გეტყვით აი ჩვენ თუ ერთობა გქონდა და ეს ერთობა რამდენიმე ეპოქაში გქონდა, მათ შორის დავითის და თამარის. როცა ეს ერთობა გქონდა, ჩვენი მომრევი დედამიწის ზოგზე არავინ არ იყო. გონიათ მაშინ არ იყო ისეთი მუსულმანური კოალიცია, აგერ 9 მილიონი მოიყვანა კაცი ილღაზმა დიდგორის ანახებში და ის 9 მილიონი გავისტუმრეთ ღირსეულად და მოვიგერიეთ, ხო? რით? იმიტომ ერთობით. ეს დავითი იყო ჩვენი წმინდა მეფე არაჩვეულებრივი, რომ მან მოახერხა ამის გაკეთება. აი თუ კიდე მოახერხებთ ქართველები ამას, აი მე მოახერხებთ, უნდა მოვახერხოთ ყოველ შემთხვევაში ეს მე ხანდახან მიგვიყვეს ხოლმე ამდენი მოღალატე, ამდენი გამყიდველი ან როგორ იტანს ეს ქვეყანა ამ ყველაფერს. აი ხანდახან აი განსაკუთრებით ზოგიერთი იმაზე ეს ბერჯერ მიფიქრია მაგაზე, რომ აი ესეთი პატარა ერი და ამდენი მოღალატე, ნუ აი მე მინდა გითხრათ ალბათონო ნაზი ესეთი ფაქტი, რომ ხო არ ცხრება ხოლმე ამის შესახებ დისკუსიები პერიოდულად წამოვა ხოლმე, რომ აი ზოგიერთი NGO-შნიკი ესე ვთქვათ ჭალებში მოდიან ხოლმე და რატო ფინანსდება საპატრიარქო 25 მილიონით და ეს ფული ადმინის და გაშიფრო და წარმოადგენენ. იცით რა ამათ ქართველი ერი ან ქაჯების საკრებულო გონია თან რაღაც გავსი თემა. მე გეტყვით, რომ იტალიის ხელისუფლება მთავრობა ყოველ წელს ვატიკანს მილიარდი ევროთი აფინანსებს და გერმანიაში მარტო ორ მაგალითს მოგიყვანთ. გერმანიაში მაგალითად ყველა ვინც იქ მუშა მოსამსახურის, საჯარო მოსამსახურის ხელფასიდან გარკვეული პროცენტი მიდის მათი ეკლესიის დაფინანსებაში. ამათ ეს 100,000 ჯერ ბევრი თანხა არის, ვიდრე თქვა ჩვენი საპატრიარქოსთვის გამოყოფილი ეს მიზერული 25 მილიონიან იახტები ყავთ ვიღაცებს და საერთოდ რომ ღმერთი არ ახსენდება და ედალოცუიშვილი. მე მინდა ვთქვა, რომ ეს დიდი ხანია გაშიფრა საპატრიარქომ სადმინის ეს მწირი თანხა. და მათ შორის ერთ მაგალითს მოგიყვანთ, აი მაგალითად ზემო აჭარაში ხიჭაური არის ესეთი სოფელი, იქ არის უნივერსიტეტი. მეუფე სპირიდონის ხალთელი მთავარეპისკოპოსი უდგას სათავეში. იქ არიან არაჩვეულებრივი პედაგოგები, რომლებიც ასწავლიან აჭარელ ბავშვებს და არ მარტო აჭარელ ბავშვებს
ქართულს. ანუ ქართული ფესვით მიდის სწავლება, ქართული სულის გაძლიერებაზე. აგერ გამოჩნდა თურქეთის მაგალითზე, დღეს მთელი თურქეთი წინააღმდეგია რა აგენტურული ქსელები ქონიათ და მათ შორის ჩვენთან, ხო? იქ როგორი მოძრაობა მიდის, იცით, რომ იქ არის უზარმაზარი თანხები, გაყავთ ეს ბავშვები, ჩვენი აჭარელი ბავშვები, მიყავთ იქით გადაყავთ მედრესეებში ასწავლიან და ფაქტობრივად ქართველი ხელიდან გაგექცა, ხო? კი. მე უკვე პირიქით, რომ მე გეტყვით 1500-მდე სტუდენტი სწავლობს ამ უნივერსიტეტში 1500-მდე. და 1500-ს დღეში ყოველდღე უფასოდ აჭმევენ. ეხლა ზოგს ორი ადამიანი ვერ შეუნახია და თავისთავად ვერ გამოუკვებია და 1500 სტუდენტს რო ყოველდღე უფასოდ საკვები მიართვა, მე მგონი ამას 25 მილიონი კი არა 10 ჯერ 25 მილიონიანი არ ყოფნის. იმას არავინ არ კითხულობს ეს თანხა საიდან მოდის. ან იმ 1000 სასწავლებელს რომელიც განფენილია პატრიარქის მცდელობით და ჩვენი მეუფეების და მოძღვრების მცდელობით და მეცადინეობით, იმათ ვინ აფინანსებს, ან საიდან შენდება, როგორ კეთდება. ესენი მარტო იძახენ გაგვიშიფრე და რატო აძლევთ, აბა ეს უნდა მისცე. ჩვენი შვილებისთვის ვრუნავენ, თორე პატრიარქს რომ მიადგნენ ერთხელ და ამდენი ქონება აქვს და ამდენი მანქანა და რა ქონება აქვს პატრიარქს. საკუთარი სახლი არ გააჩნია პატრიარქს. დიახ. ბერია. წარმოიდგინეთ რა. დიახ. როდის იყო მას ქონება ქონდა და რაღაც ეხა უკაცრავად ისეთი ეპოქა და ისეთი ის მოვიდა რომ როგორც წინა ცხენი იყო გადაადგილების საშუალება, ისე დღეს მანქანა და ყველაფერი ეგრე არა და მithumetes ამდენი მტერი ყავს და ამდენი გიჟი ადამიანი ასე ვთქვათ, რომლებიც მხოლოდ დაოცნებობენ რომ რამე ზიანი მიაყენონ წმინდეს, ხო წარმოგიდგენთ პრობლემა. მე ახლა მეცაც ვიტყვი, ახლა აბძანდნენ, რიგში ჩადგნენ ეს ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ძალიან რომ ცდილობენ რომ საპატრიარქოს ჩრილი მიაყენონ და მოდი ახლა თავიანთი გრანტები გაშიფრონ. ერთი სად რა იხარჯება და წარმომავლობა იმ გრანტების და როგორ რას ხმარდება საერთოდ რა. და მე ელაპარაკო დანარჩენებზე. ეს ძალიან ისეთი თემაა და მე მინდა მათ იცოდნენ სულ ყველამ რომ ქართველი ერი რაც არ უნდა მცდელობა ქონდეთ, რაც არ უნდა ფული შემოვიდეს საქართველოში, ვერც პატრიარქის სიყვარულს უღალატებს, ვერც სამშობლოს და ვერც დედა ეკლესიის სიყვარულს. ხუჭი მცდელობაა და ამაო მცდელობაა რა. მათ თუ გონიათ თაობა არ იზრდება, ისეთი თაობა მოდის რომ მაგათ ერთი მოსმით გარეკავს აქედან თუ ძალიანაც კარგი, ძალიანაც კარგი. მე ესეთი სურვილი გამიჩნდა ეხლა ბატონოზეათ რომ მე გიამბეთ ეხლა რომ იმ კვირას ჩამოყალიბდა ცნობილი საზოგადო მოღვაწის იაკობ მასვეტაშვილის ფონდი. მას ეს დაარსა მისმა შვილთა შვილის შვილმა, რომელიც ცხოვრობს ესპანეთში, ვასო მასვეტაშვილი და მე იქ მიმყავს კულტურა და ინფორმაციის სექცია და მე გამიჩნდა სურვილი რომ ჩამობრძანდება სექტემბრის ბოლოს და მე თქვენ მას დაგაკავშირებთ. ანუ რა, ცით ის მეუბნება მე, ნაზი, წარმოადგინენ პროექტები, მე შევახვედრე ბატონ დავით შემოქმედელს, რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტს და მან უთხრა რომ წარმოადგინეთ თქვენ პროექტები, რომ დონორებმა ეს დააფინანსონ და ძალიან კარგი იქნება თუ თქვენც მიიღებთ ამაში მონაწილეობას და მე ამით დავინტერესდი უკვე და მე დღესვე მივწერ მას ამის წერილს და როდესაც ჩამოგზანდება მე აუცილებლად მას გაგაცნობ თქვენ და თქვენ რა, იმიტომ რომ მან მითხრა რომ ასეთი კარგი საქმის გასაკეთებად იქ ვინც არიან დონორები, ისინი თურმე ძალიან ამაყობენ, რომ კარგ საქმეში თუ ისინი ჩადებენ თავიანთ თანხებს და ყოველი მილიონერი თურმე ტრაბახობს, რომ მან ეს ქველმოქმედება გააკეთა, ეს ქველმოქმედება. მე კიდევ მინდა ვთქვა, რომ მე რო აქ საქველმოქმედო კონცერტებს ვაკეთებ უკვე 10 წელია და ჩემი ქმარი მაფინანსებს ამას და ის არის მეცნიერი და მოახელფასი და აი იქედან რაღაცებს ვიღებ და ამ ჩემს საქმიანობაში ვხარჯავ, ხო? ერთ ორმა მითხრა, შენ სხვა საქმე არაფერი არ გაქვსო. ნამდვილად არა მაქვს თქვა. მე მინდა რომ ჩემი ქვეყნის მშენებლობაში ერთი პატარა აგური მეც
დავდო და მე გპირდებით რომ მე ბატონ ვასილს სექტემბრის ბოლოს ჩამობრძანდება და დაგაკავშირებთ მანამდეც მე შეგეხმიანებით და ძალიან კარგი იქნება თუ მას თქვენ პროექტს აჩვენებთ, გზნებავთ ჯერ სიტყვერა და მე მას ყველაფერს მივწერთ მას და ისინი განიხილავენ ამას და შესაძლებელია კარგი თანამშრომლობა და მე ვფიქრობ რომ საამაყო იქნება მისთვის რომ თქვენთან რომ ითანამშრომლოს. ოჰო, ჩვენთვისაც. მაგას მე ნამდვილად შევძლებ. მე ეხლა ჩვენ გვაქვს ვიდეო გთხოვთ გავუშვით ვიდეო. აბა, თუ შეიძლება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ნათლულებისთვის ჩეხოსანთა საზოგადოებამ ახალი პროგრამა შექმნა. პროექტის მიზანია მოზარდებმა საქართველოს ეკლესიის ისტორია საფუძვლიანად შეისწავლონ. სწავლების კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია პროგრამის ავტორებმა საქართველოს ეკლესიის მწყემს მთავარს პირადად გააცნეს. შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა კათოლიკოს პატრიარქს მისი ნათლულების წერილების კრებული საჩუქრად გადასცეს. როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, მსგავსი სახის ბარათების შეგროვება კვლავაც გრძელდება. კათოლიკოს პატრიარქმა სტუმრები დაალოცა და მათ პროგრამის განხორციელებაში წარმატება უსურვა. გვინდა რომ კარგი ქართველები გამოვიდნენ როგორც უწმინდესის ნათლულებს ეკადრებათ და ასევე უწმინდეს ჰქონდეს საშუალება რომ მუდმივად ედოს მათი განვითარების პულსზე ხელი, ასე ვთქვათ. მოვიფიქრეთ ასეთი პროექტი ნინო ლარცულიანის მეშვეობით, რომ პატრიარქის ნათლულებს როდესაც გაკვეთილებს ვასწავლდით, შემდეგ თაბახის ფურცელზე სპეციალურ ფურცელზე ესე ხელს ბავშვობაში რო ვიცოდით პასტით შემოუხაზავდნენ, გვარსა და სახელს დააწერდნენ, მეორე გვერდზე წერილი ნათლიას და უწერდნენ თვითონ რაც უნდათ. ასეთი წერილი რუსთავიდან ჩამოვიტანეთ 125 126 წელი და ეხლა უწმინდესი კითხულობს, ამას გაეცნობა რა სურვილები აქვს მის ნათლულებს. საოცარი მომენტია, როგორ ეფერებიან, რასაკვირველია შენობით ბავშვები გულწრფელობით ელაპარაკებიან თავის ნათლიას და ყველას აქვს სურვილი ჩაეხუტოს, მოეფეროს. ბატონო ზვიად, მე მაინტერესებს თქვენი საქმიანობა. აი, მე ვიცი რომ თქვენ ხართ, მე მგონი რუსთავის საკრებულოს, აი ბრძანეთ კი ბატონო. მე 2014-ში ქართულმა ოცნებამ წარმადგინა რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. მე თავად უპარტიო ვარ, მე ეს იმიტომ კი არა რომ რამე მეთაკილება რომელიმე ვთქვათ პარტიაში მე ყველას პატივს ემთავის და ცხადია უბრალოდ შევთანხმდით მე და ჩვენი უწმინდესი რომ უპარტიო ვიქნები და დავჭერთ ჩემი პარტია ამ შემთხვევაში საქართველოა და არ ეგეთის პარტია იყო თუმცა მე მაქვს ჩემი სიმპათიები ვის უჭერ მხარს და რადგან ოცნებამ წარმადგინა და გავხდი დეპუტატი ნიშნავს იმას რომ მე ჩემი სიმპათიები ვისკენაც იხრებოდა გასაგები თემაა და დღესაც ასეა მსგავსი აზარზე და წინადადებაზე ვარ ძალიან მძიმე ჩემთვის აი ჩემნაირი ტიპის კაცისთვის და ჩემნაირი ყაიდის კაცისთვის დეპუტატობა არ ნიშნავს იმას რომ მოვხვიდე დაჯდე ხელფასი აიღო და არაფერი არ აკეთე აი ალბათ ესეთებიც არიან ალბათ მე ვერ გეტყვით რომ ვინც ხვის მაგათ ვერ ვილაპარაკებ და არც მიყვარს კაცის ესე ვთქვათ აბუჩეთ აგდება ეს დიდი ბრალდება მაგრამ ჩემთვის ეს არის პასუხისმგებლობის კოლოსალური ხარისხი. ნამდვილად. მე მყავს 12000 ამორჩეველი იმ ოლქში, სადაც მე გავიმარჯვე, 12000 ამორჩეველი ირიცხება. და მე ჯერაც ვერავინ ვერ გაიხსენებ შემთხვევას, რომ მე ჯერ წინასაარჩევნო პერიოდში ვინმეს რაიმე შევპირდი, ეს არ ყოფილა და არ მოხდა. აი, იმიტომ რომ ჩემი პრინციპია რომ თუ არ იცი რატო პირდები. და თუ ვერ შეასრულებ. არ ჯობია რომ ადამიანის ღირსებაზე ილაპარაკოს მისმა გაკეთებულმა საქმეებაზე თუ უღირსობაზე და წინასწარ გაცემული დაპირებები ეს მე მგონი არის შეურაცხყოფა თვითონ მოსახლეობისას და იმ ადამიანისაც ვისაც რაღაცას პირდები. ისე უნდა მოახერხო რომ შენი პიროვნებიდან გამომდინარე სიტყვა არ გატეხო თავიდან გეთანხმებით ფასი აქვს შენ სიტყვას ერთხელ თუ დაგიჭირეს რომ რაღაცაში მოატყუე და რაღაცა ვერ გააკეთე, მე აზრი აღარ აქვს, იმიტომ რომ გატეხილია რაღაცა და ის გატეხილი მე აღარ ამთელდება.
ვერ ვიტყვი რომ მე ბევრი რამე გავუკეთე ჩემს ამორჩევებს. ეხლა ჩემი კომპეტენციის ფარგლებში რაც შემიძლია და რაც მევალება, მე თვითონ ვარ სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი, ქალაქის დამისამართების სამუშაო ჯგუფის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრი და ასე შემდეგ. მე თანამდებობები არ მიჭირავს აქ. თქვენი სპეციალობა რა? იურისტი ვარ. იურისტი ხარ. მაგრამ რასაც წოდება ჩემი კომპეტენცია, იქ აი ერთი რამის თქმა შემიძლია რომ მე არასოდეს ჩემი ამორჩევლის პრობლემა ყურიდან ყურში არ გამიტარებია, ამას ვერ ვიზა, მოვკვდები, სხვანაირად არ შემიძლია. სხვა საქმეა ამას უსრულებ თუ არა, მაგრამ რაც ვთქვათ, ჩემს ძალებს აღემატებოდა, იქაც კი ბრძოლობდი რომ როგორმე გამეკეთებინა, მაგრამ თუ ვერ მივაღწიე ამას ბოდიშს ვხვდი მე ჩემს ამორჩევებს, მაგრამ ის რაც გავაკეთე აღარ მახსოვს. სხვათა შორის ესეთი მომენტი იყო რომ ანგარიში უნდა წარმედგინდა, ერთწლიანი ანგარიში 2015-ს ვთქვათ, მე რაც გავაკეთე ჩემი დეპუტატობის დროს და ძალიან გამიჭირდა მინდა გითხრათ, იმიტომ კი არა რომ ვთქვათ არაფერი მქონდა გაკეთებული. როგორც ჩანს მე მიჭირს ერთი რაღაცა რომ არ შემიძლია გაკეთებულზე ვილაპარაკო და ეს გავუკეთე, ეს გავუკეთე, ეს გავუკეთე, ეს გავუკეთე, ჩემს სტილში არ ზის და მაგ ხრივ გამიჭირდა, თუმცა პოლიტიკას დომებია ასე თურმე უნდა მოიქცე და ამ ხრივ წარმოადგინე მოგზადებული ანგარიში და რო გადავხედე ბოლოში საკმაოდ ესეთი გამოსულა წონადი რაღაცეები განსაკუთრებით თურმე გაგიკეთებიათ ხო? არა მე არა ეხლა უფლის წყალობით თორე მე უბრალოდ ერთი გამტარი ვარ აქაც იმას ვამბობ ხოლმე უწმინდესმა სხვათა შორის მასწავლა თუ გინდა იყო პირველი ანუ ხელმძღვანელი უნდა იყო ყველას მონა ანუ შენ უნდა დაიმდაბლო თავი აქაც ვეუბნები ხოლმე ჩემ ჩოხოსნებს რომლებსაც 13 წლის მანძილზე მე უნდა უხელმძღვანელო რომ არ ჩამთვალოთ რომ მე ვარ აი თქვენი რაღაც ზემდგომი თქვენ ჩამთვალეთ როგორც ერთგვარი გამტარი ობიექტი პატრიარქსა და თქვენ შორის რომელმაც მისი კურთხევები თქვენამდე უნდა მოიტანოს და ამის რაღაც ორგანიზებაში დაგეხმაროთ რა იმიტომ რომ ნახეთ როგორი თემაა ჩემთვის აი დეპუტატი რო გავხდი ყოველთვის მახსოვდა ლევან გოთუას მოკვდავი სიტყვები ლევანი მე მიმაჩნია ქართული სულიერების სამშობლოს სიყვარულის და დედა ეკლესიისადმი სამსახურის მოვლენად საქართველოში მით უმეტეს იმ ტანჯვის ფონზე რომელიც მაგაიარა 66 წელი იცოცხლა კაცმა და 22 წელი კატორღაში გაატარა და ის გმირთავარა მიუკვდავი რომანი რომელიც დაიწერა ეპოპეა ხო ქართულთა გმირული ეპოპეა სწორედ იმ ჯურღუმლებში დაიწერა და წარმოიდგინეთ რა კაცი იყო და როგორ უყვარდა სამშობლო ვერ გატეხეს კაცი კაცი ვერ მოსპეს და ჩამოვიდა და კიდევ ესეთი ამაღლებული იქ იმ სიკვდილის შილთა საკანში იჯდა წარმოიდგინეთ რამდენი წელი და თითო კარის გაღებაზე თითო სიკვდილს ათავებდა კაცი აბა დიახ მას უწევია არაჩვეულებრივად რომ არსებობს საქმე რომელსაც ბოლო არ უჩანს მაგრამ მაინც უნდა აკეთო და აკეთო ეს არის სამშობლოს სიყვარული აი ბოლომდე რომ უნდა წახვიდე და სიკეთე და იქ არის მეორე ფრაზაც კიდე რომ აი გამახსენდებოდა გეტყვით აუცილებლად მაგრამ ხო თანამდებობები მიდი მოდის ხელისუფლება მიდი მოდის მაგრამ სამშობლო რჩება რა თქმა უნდა ესმიდა მე ლევან გოთუას ნაწარმოებებზე ვარ აღზრდილი და ეს ყოველთვის მახსენდება ხოლმე როცა იცით უამრავი საცდურია დამიჯერეთ რა აი პოლიტიკაში ყოფნა ძალიან ესეთი მომენტია რომ სულ საცდურებით არის სულ ინტრიგებით სულ რაღაც ესეთი მომენტებით რომ თან შენდაუნებრად ვერ გაექცევი ამას ეს ბრძოლა არის იქ ადგილის შენარჩუნება იქ კარიერული წინსვლა იქ ის მაგრამ ამ ბრძოლაში რომ სულთა გამოყვიდე ეს დიდი კაცო დიდი ვაჟკაცობაა ანუ რო არ გაისვარო მე ამას ჯერ ჩემ დონეზე რა არის ხა რიგითი დეპუტატი ვარ ხო და წარმოიდგინეთ ზედა ეშელონებში რა საცდურების წინაშე დგენან მაგრამ ის არის ყველაზე ღირსეული ქართველი და კაცი და მამულიშვილი ვინც აქედან გამოვა შეუბღალა ამისთვის რა არის საჭირო რეგულარული ურთიერთობა გქონდეს სულიერ ანუ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დედა ეკლესიასთან მე მაგალითად გამიმართლა ეხლა მე საერო ცხოვრებაში რაღაც უნდა მივახციო წარმოიდგინეთ პატრიარქის ბრძანებით ვიწოდები პატრიარქის მოადგილედ ხო თუნდაც ამ სეგმენტში რასაც ჩოხოსანთა საზოგადოება ქვია და უდიდეს პასუხისმგებლობაა ჩემთვის ეხლა რაც არ უნდა პოსტი შემომთავაზოთ მე ვერ მომხიბლოთ ვერაფრით ეს ჩემი ასე ვთქვათ ზღვარია თამასაა რომელიც იგივე მე საერო ცხოვრებაში ხო ვეღარასოდეს წავალ ამიტომ ეს ჩემთვის უკვე დიდი პატივია მაგრამ რადგან პოლიტიკაში ვარ და იმ სფეროსაც ვემსახურებ ვცდილობ რომ ეხლა მე თუმეტეს რაც პატრიარქთან ტრიალებ
არ შევარცხნო უწმინდესი სახე რამე ისეთი ჩემი საქციე ჩრდილი არ მივაყენო ამ ყველაფერს და აქედან გამოვიდე ღირსეულად მყავს ესეთი მეგობრები ჩემთანაც საკრებულოში მუნიციპალიტეტში რომ ნამდვილად ღირსეულები და ისინიც მეხმარებიან რომ ნაკლებად მოუყვე ინტრიგების ქვეშ ძალიან მეგობრული ასე ვთქვათ კოლექტივი ყავს და აქედან გამომდინარე მე არ დამავიწყდება ერთ-ერთი ძალიან კარგი ადამიანის სიტყვები ერთ-ერთ სპექტაკლს დავესწარით რუსთავის საკრებულოს რამდენიმე ადამიანი და მანასე ბრძანა რომ რუსთავს ასეთი ეროვნული და მამულიშვილური საკრებულო არ მოსწრებიაო როგორც ჩანს იქ თუ ერთი ნამცეცი ჩემზე მაინც იგულისხმა მე ბედნიერი ვარ როგორ ძალიან კარგი ძალიან გამეეხარდა აი ეს არის ჩემი მოღვაწეობის ძირითადი მოღვაწეობა ცოტა ისეთ ხმამაღალი სიტყვა ბოდიშს ვიხდი მოღვაწეობა არის თუ რაც არის ეს ადამიანის გარდაცვალების მერე უნდა თქვას ხალხმა უნდა შეაფასოს მე უბრალოდ მე ასე დავარქმევდი ჩემი ცოდვილობის ერთ-ერთი მომენტი და მონაკვეთი და ამას სრულად გულწრფელად ვამბობ ეს ყოველგვარი ყალბი თავდაბლობის გარეშე იმიტომ რომ არ დამავიწყდება უწმინდესმა როდესაც გამომარჩია მითხრა ასეთი ფრაზები რომ შენ ეხლა შენ თავს აღარ ეკუთვნი შენ ხარ თავდადებული უნდა იყვე თავდადებული სამშობლოსა და დედა ეკლესიისთვის მე ეს არასოდეს დამავიწყდება და ეს არის ის თვირთი რომელიც ჩემი ჯვარი რომელიც უფრო დამძიმდა და ჩემი საზედია დიახ ვინ თქვა რომ მე რაღაცას წარმოადგენ ჩემზე დიდი ცოდვილი შეიძლება აღარც დადიოდეს დედამიწის ზურგზე მაგრამ ის არასოდეს მავიწყდება ვის წინაშე ვარ პასუხისმგებელი რა უნდა გავაკეთო ჩემი სამშობლოსთვის და რა სამომავლოდ რა ნაბიჯები უნდა გადავდგა რომ ამ ხრივ რო ქართული ფესვი ჩემეულა ქართული ფესვი გამაგრებული მქონდეს სხვასაც რომ იქნებ გადამდები ძალა კონდეს და გაუმაგრო რა აი ეს არის ჩემი მთელი სათქმელი და ძალიან დიდი მადლობა ბატონო ზეა აი ჩვენ უკვე თითქმის 1 საათი არ საუბრობთ და თქვენ ბრძანეთ რომ მე ცოტა ვისაუბრებ მაგრამ ჩვენ ძალიან კარგი და ძალიან კარგი გადაცემა გამოგვივიდა მე შევაფასე და მე ვისურვებდი რომ ბატონი იაკობის ფონდში ჩვენ გვეთანამშრომლა და მე დაგპირდი და მას შევასრულებ და შემდგომ ალბათ კიდევ მოგიწევთ თქვენ ძალიან კარგი რესპონდენტი ხართ ძალიან საინტერესო და საჭირო გააშუქეთ თქვენი პროექტი და მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ რომ მობრძანდით და ჩემს ძვირფას მაყურებელს მინდა გადავხადოთ დიდი მადლობა მოსმენისათვის და გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება დიდი მადლობა მოსმენისათვის ნახვამდის